ეხლა დღეს ისეთი დღეებია, ეს დღეები, რომ თბილისი დაიცლება ხოლმე მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისგან და შეიძლება ზოგმა არც კი იცოდეს ეს რატომ ხდება. ძალიან მცირე ნაწილმა ადამიანებისა შეიძლება არც კი იცოდეს და კითხვა დასვას და ვიღაცა მაინც უპასუხებს, რომ აი ამ დროს ის ადამიანები, ვინც დღეს ცხოვრობენ, და ამავე დროს სოფლებიდან არიან, ესე იგი უახლოესი წინაპრები სოფლებიდან ახავს ან სახლები სოფლებშიც აქვთ და მიდიან ხოლმე სოფლებშიც, აი დღეს არის ისეთი დღეები, რომ საფლავებზე გასვლის პერიოდია, ასე ვთქვათ, როდესაც სოფლის მოსახლეობის ალბათ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასეა, ალბათ რომ ესე იგი გადის საფლავებზე, სანთელს ანთებენ საფლავებზე და რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ადამიანი ცხოვრობს თბილისში და მისი ბებიის, პაპის, მამის, დედის ან ძმის, რომელიმე მათგანის ოჯახის წევრის ნათესავის საფლავი აქვს სოფელში, რა თქმა უნდა, ამ დროს იგი მიდის სოფელში და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ამ დროს ასე ვთქვათ, თბილისი იცლება. ნუ ეს ბჭყალებში იცლება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა სოფელში არ მიდის და დაცლილი სულაც არ არის, მაგრამ მოსახლეობის კლება ამ დროს ძალიან ის არის, რა ქვია ეს თვალში საცემია, ასე ვთქვათ, ხო? მოსახლეობის კლება თვალში საცემია. ეხლა რაც შეეხება ამ სანთლების დანთებას, აი ესეთი კითხვა რო დავსვათ, თუნდაც აი ახალგაზრდებმა თქვენ მაგალითად, ნუ თუ თქვენი მამები, დედები, ბებიები, პაპები ამ კითხვებს არ ასვამენ, აი თქვენ მაინც აბა ეს კითხვა რომ დასვათ, რატომ უნთებთ სანთელს საფლავზე? რატომ ანთებთ საფლავზე სანთელს? ეს ღმერთმა დააწესა, თუ ღმერთს არ დაუწესებია? და მართლაც ეხლა თუ ღმერთმა დააწესა აი ის რომ როდესაც ჩვენი ახლობელი გარდაიცვლება, ან თუნდაც უცნობი ადამიანი და მის საფლავზე ჩვენ სანთლები უნდა დავანთოთ იმისათვის, რომ აი აქედან ჩვენ მას რაღაცნაირად შევეშველოთ, თუ ღმერთმა დააწესა ეს, რა თქმა უნდა ეს უნდა შევასრულოთ და ამაში არაფერი იქნებოდა ცუდი, თუ კი ღმერთის დაწესებულს შევასრულებით. მაგრამ ამ დროს ერთგვარი საყვედურიც უნდა, საყვედურსაც ზოგი ალბათ ეტყოდა ღმერთს, რომ აი ეს ადამიანები, ვინც წარსულში გარდაიცვალნენ, თუ კი სანთლის ანთება რამეს შველის გარდაცვლილს, მაშინ ზოგის საფლავი დღეს უკვე თითქმის აღარ არსებობს, ხო, აი მაგალითად თქვათ ერთი 400 წლის წინ რო ადამიანები დაიხოცნენ, ხო, და მათი საფლავებიც კი არ არის ახლა ფაქტიურად, ან ჩვენ არ ვიცით, თქვათ. აი მათ რა ეშველებათ, ესე იგი და ერთგვარად შეიძლება ასეთი ღმერთისთვის ჩვენ გვეთქვა საყვედური, რომ აი თქვათ მე ჩემს ბებიას ვეხმარები, ხო, თქვათ იქით გარდაცვლილს ამ სანთლის ანთებით, მაგრამ ვისაც ეგრეთ წოდებული პატრონი არ აყავს, იმას რა ეშველება? და ნუ ეს ერთგვარ საყვედურს ვეტყოდით ღმერთს, მაგრამ დღევანდელობაში ღმერთმა მართლა დააწესა ეს სანთლის ანთება? მე მსგავსი რაღაცა ბიბლიაში არ წამიკითხავს და თქვენც მოიძიეთ, აგერ ბიბლია ახალგაზრდებო წაიკითხეთ, თუ კი თქვენი დედების, მამების, ბებია, ბაბუების თაობა ამას არ აკეთებს და ესე ბრმად მიხევხართ საფლავებზე და სანთლებს განთებინებენ, თქვენ დასვით აბა ეს კითხვა ღმერთმა დააწესა თუ არა სანთლის ანთება. მე მსგავსი რაღაცა ბიბლიაში არ წამიკითხავს, პირიქით ბიბლიაში არის ასეთი ინფორმაცია, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენ აქედან მასთან კავშირი არ აგვაქვს და აქეთა სამყაროს, ესე იგი, აქ ჩვენ რას გავაკეთებთ ფიზიკურად, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლისათვის და აგერ ლაზარისა და მდიდარის ამბავშიც არის ეს მოთხრობილი, როდესაც იესომ ლაზარისა და მდიდარის ამბავი
მოყვა, რომელიც სახარების 4 თავშია მოთავსებული. ბიბლიაში არის ეს ჩაწერილი. იქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ერთ-ერთი კაცი, რომელიც ეგრეთ წოდებული მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდა, მასზე ზეგავლენა ექნებოდა თუ არა, ვთქვათ, იმ სანთლის ანთებას. იქ სანთლის ანთებებზე ლაპარაკი არ არის. ასე რომ მოიძეთ ინფორმაცია